ცოტა ადამიანი რომელიც თქვა აიყავით ციხეში მაშინ ხო ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი იყო დღეს აი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუხედავად იმისა რომ გავიდა მრავალი წელი ხო დღეს ამ კომისიის მუშაობას მაგალითად იგივე ოპოზიცია უწოდებს ზოგი ცირკს უწოდებს ზოგი სპექტაკლს უწოდებს აი თქვენ ადამიანმა რომელმაც ციხე გაიარეთ მნიშვნელოვანია თქვენთვის რომ არის დღეს ეს კომისია ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო ოპოზიცია იმ ადამიანებს, იმ ტკივილს, სპეცოპერაციის განზრახ ჩატარებას, რომელიც საზოგადოების დაშინებას ითვალისწინებდა და იქ დაღუპული შვილების მშობლებს ცირკს უწოდებს ამ სანახაობას. და ძალიან ბევრი ემოციური კადრი გავრცელდა და საზოგადოებამ ნახა მათ შორის სოციქსელებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ყველაზე დიდი ტკივილი და უსამართლობა განიცადეს. წამებას ზოგადად ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იყო სისტემური წამება. არა მხოლოდ პენიტენციურ სისტემებში, ეს იყო ალბათ გაუგონარი, რაც ჩვენს გვინახავს საკუთარი თვალით და არსებობს ასევე დამადასტურებელი კადრებიც, ფაქტები იმისა, თუ როგორ ექცეოდნენ, სადაც 10 ადამიანის განსათავსებელი ადგილი იყო, როცა იქ 60 ადამიანს განათავსებ, უკვე არახუმანური და არაადამიანური მოპყრობა, ამას აღარ ჭირდება ბევრი კვალიფიკაცია და ანალიზი. როცა ასეთ ფაქტებთან გვაქვს საქმე და ამას ცირკს უწოდებ, ეს არის მინიმუმ შეურაცხყოფა ადამიანების და აცდენა ყველანაირი ადამიანური ორბიტიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეს, რა თქმა უნდა, ამ განცხადების ავტორები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის იმედი და შანსი ძალიან ნაკლებია, რომ გარკვეულწილად შეცვალონ ამ თვალსაზრისით თავიანთი დამოკიდებულება პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან ფილოსოფია. ეს არის ის რეალობა, რასაც თავადად ახორციელებდნენ ძალაუფლების ხელში ქონის შემთხვევაში და ბუნებრივია შეფასებები ამ თვალსაზრისით იქნება მსგავსი სამომავლოდაც.